მე კი სიამოვნებით წარმოგიდგენთ დღევანდელი გადაცემის სტუმარს ბატონო თარნიკოლიაშვილს მოგესალმებით ბატონო თარ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ წმინდა ღირსი მამის სადაღწარებლის გაბრიელის შესახებ მამა გაბრიელის შესახებ თქვენ არაერთი წიგნი გაქვთ დაწერილი და სანამუშაოდ ამ წიგნებზე ვისაუბრებდეთ თავად მამა გაბრიელზეც რომ გვესაუბროთ თუ როგორ მოხდა თქვენი გაცნობა თქვენი დაკავშირება და როდესაც გადაწყვეტეთ რომ გამოგეცათ მასე წიგნები უპირველესად დიდ მადლობას მოგახსენებთ სტუდიაში მოწვევისათვის მამა გაბრიელის გაცნობა თავისებური მიზეზებით მომიწია ჩემო ბატონო სასურველ ადამიანს ვეძებდი და მივაგენი რომ იყო მონასტერში დედათა მონასტერში მინდოდა რომ იქიდან წავამეყვანო ახლა თავისებური ცოდვები ყველა ადამიანებს გონია ცხოვრებაში და გამონაკლისს არც მე არ წარმოვადგენდი როცა მონასტერში მივედი კარებს სანამ შევაღებდი უკვე მესმის იქ რაღაც კივილის ხმა და მამა გაბრიელ მიშველევ ასეთი ძაღლი და ეზოში კიდეც ეს უკვე შესული ვარ ფეხი უკვე შედგული მაქვს კარებში და ხალხი ბევრია ეზოში და მაგრამ ის მაღალი ადგილი იყო სადაც მამა გაბრიელის კელი არის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე და ხედავ რომ ეს ადამიანი ვისაც ვეძებდი უკვე დაჩოქილია მამა გაბრიელთან და ევედრებოდა ხელებით რაღაცნაირად ასე კალთაზე მის ატიას რო წამოვედი ცოტა ახლა დავიბენი ასეთ რამეს არ ველოდი და ნელ-ნელა უახლოვდები ასასვლელ კიბეს მინდა რომ გავიგო რა ხდება და თან რომ აი ვისაც ვეძებდი ვნახე და წამოვიყვანო მინდა მამა გაბრიელი თვითონ ჩამოვიდა ახლა ყველაფერს დაწვრილებით ვერ მოყვები მითხრა რომ ვერც როგორ ყვარები ხარ რა კარგი ადამიანი ხარ იქ სიწერფელეზე ისაუბრა ყოველივე კარგზე ისეთზე რომელსაც ვერ წარმოვიდგენდი ჩემ თავზე ასეთ რამეს მაგრამ ეს მეთოდი იყო მამა გაბრიელის რომ რაც არ უნდა ცოდვილი მას შეხვედრო და მისულიყო მასთან განსაკუთრებული სიყვარულით მოეფერებოდა და სულ სხვანაირად რაღაც განაწყობდა მის მიმართაც და სამყაროს მიმართაც და ყოველი სიკეთის მიმართ მე ამ საუბრებში დაზინა რომ გაიგოთ ჩემი მისulis მიზეზი მითხრა რომ რა პრობლემა არისო ასეთებისო უსტაბაში მე ვარო გაბრიელი ამ საქმესო მე მომანდეო მე მოგიგვარებო ამ საქმესო შენო ხოლოთო პურიმშიაო ხოლო თუ იკადრებო ცოდვილ ბერთანო პურის ჭამასო აი დამეხმარებიო და ხო წარმოვიდგენთ რომ ბერი აი ასეთ სიტყვებს გეუბნება და რა თქმა უნდა რაც შემეძლო მაშინ იქ მოვიტანე მათთან კელიაში დავჯექი და საუბრობ და გამომკითხა დაწვრილებით ამ ადამიანთან დაკავშირებით ჩემს ამ პრობლემებთან დაკავშირებით და როცა გაიგო რომ გადაწყვეტილი მქონდა რომ რადაც არ უნდა დამჯდომოდა მონასტრიდან წავმეყვანა ეს დიდი კადინერება იყო მაშინ მაგრამ მაშინდელი ჩემი მდგომარეობა ასეთი იყო მითხრა აბა რა ყარაჩოღელები ვართო გიყვარსო ხო და აქ მლოცველები ისედაც ბევრი არიანო მე დაგეხმარებიო ახლა როცა დრო გავიდა და უკვე მოვიკითხეთ ეს ადამიანი გითხრეს რომ ამ მონასტრიდანო გადაიყვანესო თბილისშიო დედათა მონასტერისვალების დედათა მონასტერში მე ვცდილობდი რომ ნაჩქარევად წამოსულიყავი აღელვებულიც რაღაც იმიტომ რომ მეგონა რომ იქედანვე მომიხერხდებოდა ეს და ეუბნება მამა გაბრიელი მარტო ხო არ გაგიშვებოს ჩვენ ხო ძმები ვართ უკვე ვინო დავლიეთო ჭიქა-ჭიქაზე მიმოჭახუნეთ რაც ესეთი საუბრები და წამოვედით როცა მონასტრის კარებს მივადექით იქ უკვე დაკეტილი იყო გვიანი იყო კარებზე ორი ხელით ასე აზანზარებდა ისეთი ხმაურით კარი გაგვიღეთ მაშინ იმ პერიოდებში 90 წლის 1990 წლის მიწერული იყო თითქმის და დედა სიდონია იყო როგორც მახსოვს მაშინ წინამძღვარი იყო მონაზვნები გამოვიდნენ მამა გაბრიელ რა დღეში ხართ რა ხდება ხალი გამოიყვანეთო კაცი მოსულიაო მეც აქაო რომ უნდა წავიყვანოთო და ახლა წარმოგიდგენიათ რა შეტყობდნენ ისინი ეს კიდევ მაინც მთელი ამ რას ქვია ჩვენ ჩამოვედითო უნდა
ახლა იქ ხალხაძინებული ხალხი ფანჯრები აინთო რაღაც ხმაურია და მე ახლა ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდი რომ მამა გაბრიელს ვაწყნარი მამა გაბრიელი უხერხულია არ გვინდა აბა ისმის ჩამოვედითო აქო გამაცადეო და კიდევ რაღაცა ისეთი სიტყვებითაც ითხოვდა ამ საქმის გაკეთებას ბოლოს ლაბის ფუხლებში ჩავვარდი რომ მამა გაბრიელი უხერხულია სიცვილია ხალხი გამოდა გთხოვ ძალიან თუ ეგრე გინდაო კარგიო წავიდეთ აბა აი იმ დღეს პირველად დარჩა ჩემთან აქ თბილისში და აქედან დაიწყო ეს ჩვენი კაცნობა და ურთიერთობა და აი ამ პირველივე ნახვიდან ის რაღაც განსხვავებული ადამიანის დაბეჭდილებას ქმნიდა სუფრასთანაც როცა ყოფილვართ ერთად საერთოდ აი მიკვირდა რომ რითი არსებობდა ეს ადამიანი არ იკვებებოდა ფაქტიურად ხშირად არა მარტო დღის განმავლობაში როცა ქალაქში ჩავდიოდი და ღამე სახში ჩავდით აი სუფრაკე იყო მაგრამ თვითონ არაფერს არ მიირთმევდა ხოლმე და სულ მიკვირდა სულ ფიქრობდი რომ დრო და დრო შემდეგ რომ ვინ არის ამ ადამიანის ფორმით მოსული ამ ქვეყანაზე თქვა რომ რაღაც ამხელა დიდი სიყვარული ამხელა დიდი რაღაცა მეგობრობის გაწევა შეუძლია ახლა ამ სიტყვას რატო ვამბობ რომ როდესაც მაინც ეს პრობლემები ძირითადად ამ ადამიანთან დაკავშირებით ჰქონდა რას აღარ მპირდებოდა როგორ აი შეეძლო რომ შენი გულობისთვის ჯოჯოხეთში ჩასულიყო და იქედან რაღაცნაირად ეცადა რომ ამოეყვანი ადამიანი იმ დროსაც ჩემთვის მაშინ ეთქვა რომ ამას როგორ ბედა ან ეს არ შეიძლება ხვალვე ამ ამბავს დაშორდი ხო ალბათ მასაც დავკარგავდი და მე ისე სოდულ ცხოვრებას გავაგრძელებდი მაგრამ ასე დროთა განმავლობაში იქეთ უმტკიცებდი რომ ეს არ შეიძლება მამა გავრიელი ეს არ შეიძლება თანდათან რომ რაღაცნაირად ცოტაოდენი გავერკვიე სარწმუნოებაში მაწუხებდა შემდეგ რომ ვიცოდი რომ რა დიდი ცოდვა იყო უკვე ჯვრის გარეშე ურთიერთობა და თან დაშორებაც ჯერ კიდევ ვერ წარმომედგინა და უთხარი მამა გავრიელი რა გამოსავალი ვნახო მეთქი რომ ეს ცოდვაში არ მეთვლებოდეს რომ მაგაზე ადვილი რა არის ერთელო ჩამოდითო ახო შევიდეთო ეკლესიაში კარები მოვიხუროთო და ჯვარს დაგწერთო და ისე ადვილად რომ დამეთანხმათ დავიწყე რაღაცები ძიება რომ შეიძლებოდა თუ არა ასეთი ამბავი თანაც ამ დროს ოჯახის პატრონი და დიდებული მეუღლე და შვილები და ასეთის გამაჩნდა მაგრამ მეუხედავ და ამისა ასეთ მდგომარეობაში ვიყავი და მე ჩავდიოდი და უმტკიცებდი აი ჯულის კანონში ეს ასე წერია ეს ასე მოგაფრინე ეს როგორ შეიძლება და აი იქეთ მალაპარაკნო თუ ეგრეაო მაშინო რას ვიზამთავრებო და აი ნელ-ნელა ესეთი რაღაცებით გადლობა უფალს რომ მალევი არა მაგრამ დადგა მისი ლოცვით და მადლით ის დრო რომ ეს მშვიდობიანად დამთავრდა ეს ურთიერთობა და საინტერესო ალბათ თქვენი ურთიერთობიდან გამომდინარე რასაც ბრძანებთ მისი გარდაცვალების აი წინა პერიოდში ბოლო დღეებში შეიძლება ითქვას ალბათ ატარებდით მასთან დროს ხომ თუ გაიხსენებთ ამ პერიოდს ბოლო პერიოდს რაც შეეხება როდესაც ჩემი მოძღვარი მეუფე იოსებ ეპისკოპოსი დაგორთხეს მაშინ სვეტიცხოვლის წინამძღვარი იყო ეს 95 წელს ხდება ეს ამბავი თვითონ მამა გავრიელის კურთხევით მომიწია მეუფე იოსებთან შემოქმედის ეპარქიაში წასვლა ისახმარებლად ჩემი მხრიდან რაც დახმარება შემეძლო როგორც მოძღვრისათვის გამოიხატებოდა იმაში რომ მეუფეს მაშინ რეზიდენცია არ ჰქონდა ოზურგეთში და მანქანაც არ ყავდა და მე მანქანითაც ვემსახურებოდი და ხანდახან ჯერად ჩემს სახლშიც გვიწევდა დარჩენა და შემდეგ ღვთისმსახურებაზე ასე ერთად წასვლა და სულ განვიცდიდი იმას რომ ვიცოდი მამა გავრიელს წყალმანკი ცალკე აწუხებდა ცალკე კიდევ ფეხი მოტეხილი ჰქონდა და უკვე ლოგინათ იყო ასე რომ თქვა ჩვენ კელიიდანაც იშვიათად გამოდიოდა ამ პერიოდებში და ფიქრობდი რომ გაგებული ჰქონდა ვიცოდი რომ გარდაცვალების შემთხვევაში მონასტერში 2-3 დღის მეც და შეიძლება რომ ვერ მომესწრო და ვერ ჩამოვსულიყავი რაღაცნაირად ამას განვიცდიდი რომ რამე ყოფილიყო და მაგრამ მისი ლოცვით და მადლით ისე მოხდა რომ ის ბოლო პერიოდები მის გვერდით ყოფნა მომიწია და საბოლოოდ თვალიც კი დაუხვიჩე მამა გავრიელის გარდაცვალების ეს როდესაც დილიდან მამა გავრიელს
გვაცნობეს რომ ასეთ მდგომარეობაში იყო და უკითხავდნენ სხვადასხვა მონაზვნები, ახლობლები, მონასტრის წევრები, ყველა დიდი სიყვარულით, პატივით, შესაბამის ლოცვებს და მამა გაბრიელი აგრძელებდა სუნთქვას, მაგრამ ცოცხალი იყო და არავისთან კავშირში არ გამოდიოდა და ეჯექი მასთან ახლოს მისი ხელი მედო ხელში და რაღაცას ცდილობდი რომ აი რაღაც მოუფერებოდი რაღაცას და თან ვერც ვიჯერებდი რომ თუ გარდაიცვლებოდა და საღამოს 10-ის ნახევრამდე გაგრძელდა ასეთი მდგომარეობა. ამბობდნენ რომ ალბათო მეუფე დანიელს ელოდება, ყველა მიცოდა რომ როგორ განსაკუთრებით უყვარდა მეუფე დანიელი მამა გაბრიელს და მართლაც მეუფე მობრძანდა და მეუფე ბრძენი პიროვნება და ჯერ შეეკითხა მამა გაბრიელს რომ დახედა მამა გაბრიელი გინდათო რომ სული სამოსლის ლოცვებზე იყო ალბათ ისე რომ წავიკითხო ეს ლოცვებია და მე ვერანაირი რეაქცია ვერ შევნიშნე მამა გაბრიელის ამ სიტყვებზე, მაგრამ მეუფემ ჩათვალა რომ მისი ეს ებრძნით რომ საჩქაროდ დაეწყო წაკითხვა და უკვე როდესაც თითქმის მორჩა ამისი წაკითხვა, ცოტა რამდენიმე წინადადება იყო დარჩენილი, მამა გაბრიელს ოდნავ ტუჩის კუთხეში ცოტა ოდნავ, მაგრამ შესამჩნევად გაეღიმა და ამ დროს ყველამ აი გაეღიმა მამა გაბრიელსა და ვინც იყო ეკელიაში ყველა ცდილობდა რომ უფრო ახლოს დაეხედა და რა თქმა უნდა მეუფესაც დაინტერესა ერთი კი გადახედა, მაგრამ მაინც სწრაფად გააგრძელა და როგორც კი დაამთავრა მეუფემ ეს წაკითხვა, მამა გაბრიელმაც საბოლოოდ ამოისუნთქა და გარდაიცვალა და შემდეგ იქ დაიწყეს გასაპატიოსნებელი ლოცვების კითხვა და როგორც ერისკაც ალბათ არ მეხებოდა ეს მე, მაგრამ იცოდნენ იმ დიდი სიყვარულის შესახებ და ურთიერთობის, რაც მაკავშირებდა მამა გაბრიელთან და რატომღაც ღვთისგანგებით ისე რომ მეც მომიწია იქ დარჩენა იმ დროს ბევრი ადამიანები გარეთ გავუშვეს, მონაზვნები რა თქმა უნდა ყველა და იმ დროს იქ იყო ექიმი ზურაბ არაზაშვილი, დავით გარაჯის იმჟამინდელი წინამძღვარი მამა დავითი გვარი არ მახსოვს დიდებული კარგი ადამიანი, ახლა რაღაც თავისებური მდგომარეობაში არის და მამა საბა მართვანათელში ამყოფოს კუჭავა ახლა გარდაიცვალა და კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომელსაც ზოგიერთს ვერ ვიცნობდი იმ დროს და როგორც ექიმმა პირველად ბატონმა ზურაბმა მამა გაბრიელს თვალი დაუხჭა და შემდეგ ამ ტანსაცმელის გახდას და ჩაცმის დროს კიდევ ამ მოძრაობაში შევხედეთ რომ თვალი გახელილი ქონდა მამა გაბრიელს და აი მამა ავითი რომ ახსენე მან მამა გრიგოლი მაბადიეთ სწორად ახლა გავიხსენე სახელი მამა გრიგოლმა მოძღვარმა თვითონ კიდევ თვალი მეორედ და ის რომ აგრძელებდით ამ საქმეს იქ ჩასაცმელი რაც იყო და ასე შევხედეთ და თვალი გაღებული ქონდა ესე ორივე თვალი და იმ დროსთან მის გვერდით თავთან უკვე ახლოს ვიდექი და ვერ მოვითვინე რაღაცნაირად და იქნებ გადინერებაში ჩამეთვალა, მაგრამ ავდექი და თვალებზე ხელი დავადე და ცოტა ხანს შევაჩერი ასე ხელი კიდე თითქოს გამომემშვიდობე და მასეც დარჩა საბოლოოდ თვალი დახოჭული მამა გაბრიელს. ძალიან ბევრი შეიძლება ალბათ ვისაუბროთ და გაიხსენოთ, თუმცა ჩვენი დრო თითქმის ამოიწურა და თუ შეიძლება აი ძალიან მცირე თორე ვიტყვით თქვენი წიგნების შესახებ რომ გითხრათ, რომელიც თქვენ უკვე ალბათ შემდგომ ბუნებრივია ამ ბოლო პერიოდში გამოიცეთ მამა გაბრიელს. ასეთი დიდი მაზღური საკითხებთან დაკავშირებით უპირველესად ალბათ სასულიერო პირები და გამოცდილი ადამიანები უნდა წერდნენ და დღეიდან ალბათ კიდევ ბევრი წიგნები დაიწერება, მაგრამ იმჟამად ეს ასე არ იყო და ცოტა გამოყოლილი იყო გარკვეული წლების მანძილზე ის დამოკიდებულება, რომელიც გარკვეულ ხალხს მის მიმართ ჰქონდა. ყველას არ ესმოდა მისი სალოცობის შესახებ და რამდენიმე ახლობელი ადამიანი, ვინც ვიყავით მის გვერდით, ჩვენი დამსახურებიდან, ჩვენი გონიერებით გვერდცნობდით, უბრალოდ ეს მამა გაბრიელმა ინება, რომ მის გვერდით ყოფილიყავით და გარკვეულწილად დაენახვებინა თავისი თავი ჩვენთვის, თუმცა იტყოდა, რომ მე ვერ გამიგო ქართველმა ერმაო, მოვადრო და ცოტას გამიგებთო. ალბათ ჯერ ის ცოტაც უკვე გაგებულია, იმიტომ რომ პალტუწმინდეს ის დიდი სევიზნით უკვე წმინდანად არის შერაცხული მამა გაბრიელი, მაგრამ ალბათ კიდევ მოსალოდნელი არის, რომ კიდევ მეც გავიგებთ. ამ შესავალს იმიტომ ვაკეთებ, რომ იმ პერიოდებში არ იყო მამა გაბრიელის არანაირი ინფორმაცია და თითქოს მცდელობაც არ ჩანდა და
აი შინაგანად მინდოდა რომ რაღაცა გამეკეთებინა ის ცოდნოდა სხვებს სინამდვილეში, რასაც მოქმედებდა მამა გაბრიელი, რა სიყვარულიდან იყო ის თვითონ მისი სიტყვა საქციელი მოქმედება, რომელიც ხშირ შემთხვევაში თქვათ, ვინც მარტო გარეგნულად ზედაპირულად შეხედა ამბავს, თითქოს დამარგოლებელი იყო. და მინდოდა რომ ეს გამოტანილი იყო შეძლების დაგვარად რამდენადაც გავართვით თავი, მაგრამ მადლობა უფალს პენული გალხოვრო იტყვიან და ახლა უკვე კომპეტენტური პირები ბევრი უკეთეს ციგნებს გამოსცემენ. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. რამდენიმე ციგნი აქ წამოვიღე და ხადები თქვენთვის საჩუქრად გამოსაცემად. უღრმესი მადლობა სტუმრობის საჩუქრისთვის, სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა. მე მაინც ვაჩვენებ მაყურებელს ეს ციგნებია, რომლებიც ბატონო თორემ მოგვართვა ჩვენ და ეს ხატი, რა თქმა უნდა, მამა გაბრიელის, რომელიც აქამდეც ყველას ჰქონდა და უამრავ ადამიანს ოჯახში დარწმუნებული ვარ, ამ მოვლენიდან გამომდინარე, ყველა ოჯახში იქნება მამა გაბრიელის ხატი და მასზე ციგნები. დიდი მადლობა შეგვეწიოს მამა გაბრიელი და ძალიან გვიხარია რომ ჩვენი სტუმარი იყავით. ამ დაფასებისათვის. მადლობა. გვესაუბრებოდა ბატონი ოთარ ნიკოლაიშვილი. ახლა